როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მეხსიერების გასაღები ბაღში ინახებოდეს? ამიტომ მოვძებნოთ ეს გასაღები და შევაბიჯოთ მეხსიერების ბაღში. ნახეთ რა იზრდება ამ საოცარ ბაღში. მცენარე გინკო ბილობა, რომელიც იზრდება ჩინეთში და შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს და ტერპენოიდებს, რომლებიც აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას ტვინში, იცავენ ნეირონებს თავისუფალი რადიკალებისგან და აუმჯობესებენ მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებას. სურნელოვანი როზმარინი, რომელიც იზრდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, შეიცავს აქტიურ ნივთიერებას როზმარინის მჟავას, რომელიც ზრდის ნეირონებში ოქსიდატური სტრესის წინააღმდეგობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და პირდაპირ ასტიმულირებს ტვინის ქერქს. ყველასთვის ნაცნობი მცენარე კურკუმა, რომელიც იზრდება ინდოეთში და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კურკუმინს. კურკუმინი აძლიერებს ნეირონების რეგენერაციას და აუმჯობესებს მეხსიერების კოგნიტურ ფუნქციას. მე ვფიქრობ, ბევრისთვის უცნობი მცენარეა სალვი, რომელიც იზრდება სამხრეთ ევროპის მთებში, შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ეთერზეთებს, ფენოლს. ფენოლი იცავს ნეირონს ანთებისგან, აუმჯობესებს სინაფსურ კავშირებს და რაც მთავარია, აუმჯობესებს მეხსიერებას და აქტიურებს თავის ტვინის მუშაობას. ახლა მივდივარ აფთიაქში, რომ დავადგინო, რა სახის პროდუქცია მზადდება ამ საოცარი მცენარეებისგან. წავედი. აფთიაქში სტუმრობის შემდეგ დავადგინე, რომ ეს პროდუქცია მზადდება კაფსულების, ტაბლეტების, ექსტრაქტის და ჩაის სახით. ახლა თქვენ გადაწყვეტეთ, შეიძენთ თუ არა, მიიღებთ თუ არა, თქვენზეა დამოკიდებული. ბუნება გვაძლევს რესურსს, მაგრამ შედეგს განსაზღვრავს თქვენი ტვინი.